ეს ის 31 დეკემბერი, აი ესეთი მოკუფული ამინდი დაგვხვდა დილას. ბიჭები ჩემზე ადრე ჩავიდნენ სასაუზმოდ, ასე რომ ცოტა გამოვიძინე და მე მაქსიმესთან ერთად ვისაუზმე. ნომერში ამოსულმა გავიკეთე ყავა და ვუსმინე ზღვას. ჩემთვის ეს არის ყველაზე დიდი თერაპია. ხმარშვილი გამოვკეტე სხვა ოთახში და ესე ვიჯექი და ვუსმენდი და ვიყავი ძალიან ბედნიერი. მე მაქსიმემ როგორც ნახეთ ჩაალაგა ბარგი. ასე გავემზადეთ და გავეშურეთ უკვე ბათუმისკენ. რა თქმა უნდა, ჩვენი პირველი მგზავრობა მაქსიმეს პირველ ძილს დავუმთხვიეთ. ეს ძალიან დიდი შეღავათია დამიჯერეთ და აქვე ვიტყვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ავტოსავარძლის გამოყენება. მიუხედავად უდიდესი სირთულისა, თავს ბევრად უფრო დაცულად და მშვიდად ვგრძნობ. ძალიან ექსპრომტად ვესტუმრეთ ჩემს ნათესავებს და მაქსიმემ გაიცნო უსაყვარლესი იოანე და ლამზირადეიდას ყველაზე გემრიელი დამცხვარიც დავაგემოვნეთ ბათუმურ ყავასთან ერთად. მე მგონი რომ პირველად გასინჯა სუმბათას ყავა. რა თქმა უნდა, ისევ სანაპიროზე გავედით, თან ძალიან ახლოს ვიყავით აეროპორტთან და გადავწყვიტე ვენახა ეს ისტორიული კადრები. პირველად დავემთხვიე თვითმფრინავის დაჯდომას და ძალიან შთამბით ტავის სანახაობა იყო. მოვილიეთ ბათუმი, რომელიც ამ სეზონზე უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე ზაფხულში თქვენ წარმოედგინეთ. ვაპირებდით, რომ შეგვევლო თევზის ბაზარში და იქვე რესტორანში გვესადილო, თუმცა მაქსიმეს ჩაეძინა, ამიტომაც მანქანაშივე შევჭამეთ. ეს გემრიელობები მართლა ყველაფერი უგემრიელესი იყო და გაიღვიძა მაქსიმემ და ისევ დაიძინა და ასე მოვხვდით უკვე ქობულეთში. შესაძლოა საკმაოდ კუსკუსა საყვარელი სასტუმრო შეარჩია რომელიც იყო სანაპიროზე ფიჭვნართან ახლოს და ესეც ჩვენი წინა საახალწლო სუფრა, რომელიც რა თქმა უნდა აჭარული ხაჭაპურის გარეშე არ გამოვიდოდა. დიდი სამბით კი შევუკვეთეთ ღვინო, მაგრამ მე არ დამილევია და ამასობაში მივაძინე ვაჟბატონი და ესეც ჩვენი ნამდვილი საახალწლო სუფრა, რომელიც სასაცილოდ გამოიყურება, მაგრამ ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო სხვანაირად, ესე გემრიელად დავსხედით. პიცა მოვიტანეთ ნოვრიდან, რორი მზესუმზირა, ჩემთვის საყვარელი ნაბეღლავი კოკაკოლა ვიტანა და ნელ-ნელა აღნიშნეთ ახალი წრის მოსვლა. წინაზე რო გიყვებით, აი ის საშინელი ფილმი ბარემ გავაგრძელეთ, იმიტომ რომ დავიწყებ დავასრულო ხოლმე და ამასობაში ახალი წელიც დაადგა ესეც ბათუმის ხედები, რომელიც ჩვენი აივრიდან ძალიან კარგად ჩანდა. მეორე დილას აი ასეთი ამინდი დაგვხვდა. ესეც მე საკმაოდ გამოწინებული, თქვენ წარმოიდგინეთ, ბიჭები ისევ სასაუზმოდ ჩემზე ადრე ჩავიდნენ. დღის პირველი ყავა აი ამ ბედნიერ ხედზე. ვერც აღვწე როგორ მიხარია ხოლმე ზღვაზე ყოფნა. მე მგონი რომ ცხოვრობდე და ერთი პერიოდი ვფიქრობდი კიდეც რომ გადავსულიყავი ბათუმში საცხოვრებლად. რა ვიცით რა ხდება იქნებ ერთხელ ესეთი რაღაცა მოვიფიქრო ნამდვილად. სანაპიროზეც გავისეირნე, ძალიან სასიამოვნო იყო, თუმცა ეს სუგები ძალიან მეცოდებოდნენ. ეს კი მაქსიმესთვის შევინახე. ასე დასრულდა ჩვენი ვოიაჟი აჭარაში და დავიძავით უკვე თბილისისკენ. გზად აგათას ახალი წიგნი დავიწყე და იმდენად შემიყოლა ორ დღეში დავასრულე. ასე დაღლილი ხო ვარ, მაგრამ შემიძლია რომ წიგნის გამო გავადინო ხამეები. გზა ფაქტობრივად ცარიელი იყო, ასე რომ ძალიან მალე ჩამოვედით, გავიარეთ გორში. ყავა მშვენიერი იყო, თუმცა აი დესერტის რა გითხრათ. ახალი გამოსული ვიყავი, რომ მივხვდი რომ ბებიაჩემის კაშრე დამრჩა და ამის დატოვებას ვერ დაუშვებდი, იმიტომ რომ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფას ნივთია, რომელიც მახსენებს მის თავს, რორი გაბრუნდა იპოვა. მეც დავუმშვიდდი და თბილისისკენ გავუდექით გზას. ამჯერად მაქსიმუმ კიდევ უფრო დიდი ძილი გამოიცხო. ჯამში ალბათ სადღაც საათნახევარი იყო ფხიზელი და ეს პერიოდი რა თქმა უნდა მისი პერსონალური მასხარა ვიყავი. ასე დასრულდა ჩვენი სამდღიანი მოგზაურობა დასავლეთ საქართველოში.